ძვირფასო თანამემამულენო, თხოვთ ცოტა შემოვიწიოთ ახლოს, თუ ისმის არ ვიცი ყველგან. ჩვენთან არის ღმერთი, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. მე ახლა პირველი სიტყვა მინდა გადავცე, ჩვენთან მობრძანდა მამა იოანე, დაგლოცავს და შემდეგ დავიწყებ დღევანდელ ჩვენს აქციას. ახლოს მერთმა სიხარდა ბედნიერება მოგწეს, წესაწარმოება მოგწეს, გამარჯვება მოგწეს. მოგაშორეთ, სოდვები, მალები, კარდებიდან მხარება მოგაშორეთ მერთმა. მაცოთავარია, რასხოვმა ასეთ ცები მოგმართა. ჯერ სასოფებელი ეძიეთ და ნახინი მოგეცესა. სასოფელი ის ყოველ ადამიანს აქვს თავისი მისია. თუ ჩვენ მისიას გვასრულებთ, ეს ნიშნავს, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ არც ღმერთი დაგვაკრებს ჩვენ მათ და არც ჩვენ მივიდებით ასეთ გაჭირებულ დღეში, რაც დღეს საქართველოს ამის გადარჩენის პირას ვართ ის რომ ღმერთ ვაქნას ერთობით, ღვთის დიდებით და ურთიერთსიყვარულით ეს გადარჩენა მოვიპოვოთ. დაგლოცოთ, სიხარდა ბედნიერება მოგწეს და წესაწარმოება გამარჯვება მოგწეს ყოველ კეთილ საქმეში ღმერთის დიდებით და ღმერთის ხალობით. თალოსვილი ყავით, აც დამარადის სამდე ამინ. მადლობთ. ძვირფასო თანამემამულენო, თქვენ ალბათ ადევნებდით თვალს, ჩვენ გვინდოდა აი ამ აქციის შემდეგ რომ ესე გადაგვენაცვლა მერე მსვლელობით კანცელარიისკენ, მაგრამ ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ, რომ ხელი შეეშალა აბსოლუტურად და თქვენ იმასაც ხედავთ, რომ აი მთელი 2 წლის განმავლობაში დაღმა იმართება აქ, მსვლელობებია სულ, გადაკეტილია ცენტრალური მაგისტრალი თითქმის ყოველდღე და კიდევ უარესი დაკეტილია საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალური შესასვლელი და იმათ მე არ ვიცი, იმათთვის ცალკე კანონები არსებობს ამ ქვეყანაში. ესე იგი, აი აქედან დასკვნა უნდა გააკეთოს ახლა ყველა ღირსეულმა ქართველმა, რომ აბსოლუტურად ყველანაირად გვებრძვიან ქართველთა დიდგაერთიანებას, რადგან ეს არის ერთადერთი ეროვნული ძალა, რომელსაც ვერ მართავს ეს გამყიდველი ანტიქართული ხელისუფლება. 34 წელია მეგობრებო, მას შემდეგ რაც ქვეყანაში დამხობილი იქნა ხალხის მიერ არჩეული ეროვნული ხელისუფლება და კონსტიტუციური სახელმწიფო, ამ ქვეყანაში მოიყვანეს საოკუპაციო რეჟიმი, რომლის სამართალმემკვიდრეობა დღემდე გრძელდება. მესამე ხელისუფლებაა, მაგრამ ეს არის ერთი და იგივე. ერთი და იგივეა შევარდნაძე, სააკაშვილი, ბიძინა ივანაშვილი. 34 წელია ქართველ ერს გენოციდს უწყობს ეს ანტიქართული, გვარგადაკეთებული ეროვნება შეცვლილი, გარედან დასმული ხელისუფლებები. ესე იგი, ძარცვავენ ხალხს, ჩაგრავენ ქართველ ხალხს, ეს გადავიდნენ უკვე ელექტრონულ გაყიდვაზე ქვეყნისა, უდიდესი ნაწილი ქართული მიწებისა გაყიდულია მთლიანად, გაყიდულია ბაზალეთზე, გაყიდულია კახეთში, გაყიდულია საგურამოში, ქართლიდან რო დავიწყებ, აბსოლუტურად გაყიდულია მთელი ეს მიწები. მაღლა აქ საშინელებები ხდება, ტაბახმელა, კოჯორი, საკუთარი თვალით ნახე უკვე არაბებს გაუმზადეს ინფრასტრუქტურა, მთლიანად გაყიდული არაბებზე. ეხლა არა მხოლოდ არაბული ქალაქების აშენება იგეგმება კტანისში და გონიოში, კიდევ იგეგმება კვარტლები და ახლა სულ ბოლოს კიდევ ორთაჭალაში ხალხს ასახლებენ, ალიევის კულტურის ცენტრი უნდა გააკეთო.
და რა საერთო აქვს მე არ ვიცი ახლა მე არავის შეურაცხყოფ არ მინდა მაგრამ ცეკას მდივანს მაშინდელი საბჭოთა კავშირის ცეკას მდივანს რა საერთო აქვს ქართულ კულტურის ცენტრთან საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი სისარ ვეღირსა ჩვენ დაფასება ამ ქვეყანაში მეგობრებო ჩვენი გადარჩენის ფორმულა არის ქართველი ერის ერთობაში ერთი წელია ვითხოვთ და სამართლიან მოთხოვნებს უყენებთ ხელისუფლებას მაგრამ დღემდე ხური არ შეიბერთხეს აბსოლუტურად იგნორირებას გვიკეთებენ და პასუხიც ღირსად არ თვლიან იმიტომ რომ რაც უფრო მეტი გამოვართ რაც უფრო მეტი ერთად დავდგებით აი მაშინ მოისმენენ ესენი რაც უფრო ნაკლები ვიქნებით ეს უნდა გავიგოთ ყველამ მით მალე გაყიდიან ამ ქვეყანას მე იმიტომ კი არ ვახსენე ეს შემთხვევით ელექტრონული ისე თქვენიცით მეგობრებო აი ახლა ვინც უსმენთ პირდაპირ ეთერში გადის ქართველთა დიდი გაერთიანების გვერდიდან და ვინც ახლა სახში ზის და უყურებს აი მისი წვლილი იქნება ის უარყოფითი წვლილი ამ ქვეყნის გაყიდვაში თითოეულისა უნდა ადგე გამოხვიდე შენი სამშობლოსთვის ყველაფერი კარგია ყველას თავისი სათანადო პატივი უნდა მიაგო ოჯახის სიწმინდესაც ყველაფერს და რანაირი ოჯახის სიწმინდე გექნებათ მე როდესაც აქ არაბები და პაკისტანელები დასახლდებიან არ ვიცი როგორ არ გებრალებათ ეს ქვეყანა შეხედეთ აი არ ვიცი აი ველავ იმდენად ნერვებზე ვარ აშლილი ჩვენ მომავალი არ გვექნება თუ ჩვენ ერთმანეთის სიყვარული არ ვისწავლეთ და თუ ერთმანეთთან არ დავდექით გვერდით ნახეთ რაზე მოაწერა ამ ხელისუფლებამ ხელი 6 არაბული ქვეყანაა რომ წოდ გალფის ქვეყნები მოუწერეს ხელი ესენია საუდის არაბეთი, ემირატები, ბაჰრეინი, ომანი, კუვეიტი და წარმოიდგინეთ თქვენ 17 აფრიკულ და აზიურ ისლამურ სახელმწიფოებს რომლებსაც ეკნებათ ვიზა აი ამ რომელიმე 6 ქვეყნისა საქართველოს შეუძლიათ უზოთ შემოვიდნენ აი რა შუაში ვართ ჩვენ ვიზაც არ უნდათ საკმარისია ვიღაცას ბაჰრეინის ცხოვრების სისკონდეს მოწმობა ბინადრობის მოწმობა და მათაც უფლება ექნებათ საქართველოში შემოვიდნენ უიზოთ ეს ქვეყნები არის ეს 17 ქვეყანა რომ შეკრიბოთ არის მილიარდამდე მაცხოვრებელი წალეკვა ემუქრება აბსოლუტურად საქართველოს ნახეს 64 ქვეყანა მეგობრებო და ონლაინ რეჟიმში პირდაპირ იქიდანვე ყიდულობენ ჩალის ფასად საქართველოს ამ უძვირფასეს მიწებს ძალიან არ მინდა აი ხაზგასმით რომ დავაგვიანოთ თორემ ძალიან სანანებელი გაგვიხდება ჩვენ ძალიან სანანებელი მე შეგახსენებთ ეხლა ჩვენი თაობის ხალხს კარგად გახსოვთ რამხელა მემკვიდრეობა გვერგო ჩვენ საბჭოთა კავშირიდან როდესაც დაიშალა ათასობით გიგანტური ქარხნები და ფაბრიკები მთლიანად დაშალეს გაანადგურეს და ჯართის ფასად გაყიდა 50-ოდე თაღლითმა შევარდნაძის ხელმძღვანელობით ხალხი გაძარცვეს აბსოლუტურად გახსოვთ დანაზოგები როგორ მოპარეს ვიწასთან გაასწორეს საქართველოს არანაირი მომავალი არ დაუტოვეს უშუქობა რაც ხდებოდა გახსოვთ თქვენ ეს ყველაფერი გავიარეთ ჩვენ აი ამ 34 წლის მანძილზე რაც ეს გამყიდველი ხელისუფლება არის რეჟიმი რომელსაც არ აქვს ის ეროვნული სული რომ სამშობლოსთვის იყოს პირიქით დავალება აქვთ რომ შეასრულონ ის მისია რაც დავალებს
საქართველოს ქართველების გარეშე. აი ეს ხორციელდება თორემ 34 წლის მანძილზე განა შეიძლება ერთი იმ 1000 ქარხნისნაირი ერთი მაინც აეშენებინა. არა მეგობრებო, ამათ აქვს დავალება თლიანად მიწასთან უნდა გაასწოროს საქართველოს და დაეუფლებიან აქ უცხო ქვეყნის მოქალაქეები აი ამ 64-ს. და დადგებიან ხოლმე დიდრონის ანთლებით, სიმაღლის მიხედვით, ვითომ დიდი მორწმუნეები არიან ტაძრებში და ღვთისმშობლის წილხვედრებისას ყიდიან, ღვთისმშობლის სხეულს ყიდიან. ეს გარეწერები და მოღალატეები. ჩვენ თუ არ დავდექით ერთმუშტად თუ არ შევიკარით, ჩვენ თუ ერთად მაგრად არ დავდექით, ხვალინდელი მომავალი ჩვენ აღარ გვექნება. მე ვიდრე იმ საკითხებზე გადავიდოდე და მოთხოვნებზე, მანამდე მე მინდა ჩვენს გამომსვლებს მიცე სიტყვა და შემდეგ ჩვენს მოსაზრებებს ქართველთა დიდი გაერთიანებისა თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ და როგორ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა ყველაფერს მოგახსენებთ. ეხლა მე მინდა სიტყვა გადავცე ყველასათვის კარგად ნაცნობ საზოგადო მოღვაწეს, პროფესორს, ისტორიკოს, ასავალ-დასავალის ჟურნალისტს ბატონ დიტო ჩუბინიძეს. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია ცოტა აღმატებულ ხარისხში წარმადგინა ყველმა დავითმა საზოგადო მოღვაწეს ილია ჭავჭავაძეს ვიტყობთ საქართველოში და ზვიად გამსახურდიას და ცხოვრებულ გურამ შარაძეს, რომელიც სხვათა შორის აგერ 18 წელი გავიდა მის მკვლელობიდან 20 მაისს დახვრიტეს ის მოგეხსენება თქვენ მელიქიშვილის გამზირზე სააკაშვილის ასპიტებმა და გურამ შარაძის მკვლელები დასჯილი არ არის. ზვიად გამსახურდიას მკვლელები დასჯილი არ არიან დასჯილი ის ადამიანები, რომლებმაც საქართველო გაყიდეს, რომლებმაც აფხაზეთი ჩააბარეს, რომლებმაც კოდორის ხეობა ჩააბარეს, ახალგორი ჩააბარეს. ეს ბოლის გამოსაშვები, რომელიც თეატროლოგიან შეაქმნევინეს დღევანდელ ვაი პარლამენტში უი პოლიტიკოსებმა საბოლოო ჯამში დაემსგავსა დიდ აფერას. იმდენად რამდენადაც თავიდანვე გამოაცხადეს, რომ სამხედროებს არ ვერჩითო. ქვეყანამ ტერიტორიები დაკარგა. აბა ვისერჩით? აბა მკერავები უნდა გაასამართლოთ თუ მეჩაიეები? მოღალატე სამხედროები, ეგრეთ წოდებული სამხედროები უნდა გასამართლდნენ, რა თქმა უნდა. და გურამ შარაძის მკვლელები და ზვიად გამსახურდიას მკვლელები უნდა წარდგნენ ახალი ნიურნბერგის პროცესის წინაშე. ეს გადანაწილებულნი არიან როგორც დღევანდელ ვაი პარლამენტში, ისევ დღევანდელ ოპოზიციაში, რომელიც ძვირფასო მეგობრებო, არანაირი ოპოზიცია არ არსებობს. ოპოზიცია არის ეს არის თქვენ ახართ ოპოზიცია და ჩვენი ათასობით მხარდამჭერი, რომელიც სამწუხაროდ დღეს გამოვიდა, მაგრამ გული არ დავწდეს, იმიტომ რომ გამოვლენ ისინი აუცილებლად გამოვლენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე შორს არ არის. ესე იგი, არავითარი მე ხაზგასმით ვამბობ და პირდაპირ ვაცხადებ, ქართულ ოცნებას ალბათ ჩემზე დიდი მხარდამჭერი არ ყავდა. ჩემი პუბლიკაციებით, რა ვიცი, ჩემი Facebook აქტიურობით მე ყოველთვის გვერდით ვედექი, მაგრამ საბოლოო ჯამში რა გაირკვა? ესენი არიან ერთნი, შევარდნაძის შვილები და პოლიტიკური შვილები და შვილიშვილები და ერთად ხრავენ ქვეყანას, კაცო. ესე იგი, რაც გოგა ხაინდრავამ და ჯაბა იოსელიანმა ავტომატებით უქნეს ამ ქვეყანას, ესენი ჰარსტუხიანი ყაჩაღები და ჩარჩი ვაჭრები, სოლომონ ისაკიჩი მეჯხანოვაშვილები შეუციეს ამ ქვეყანას და გაყიდეს საქართველოს. საქართველო არის გაყიდული. ჩვენ გავიღვიძებთ ერთშვენიერ დღეს და აღმოჩნდება, რომ ჩვენი ეზოკარიც კი გაყიდული იქნება. ბატონმა დავითმა ჭაბუკაშვილმა ძალიან კარგად ბრძანა. ესე იგი, ონლაინ აუქციონები იმართება, ქართული მიწები იყიდება შინ და გარეთ. ეს დეველოპერული კომპანიები, მოგეხსენება თქვენ დეველოპერი განვითარებას და საერთოდ წინსვლას უკავშირდება ეს ცნება თვითონ, ხო? და ეს დეველოპერული კომპანიები საქართველოს დაუძინებელი მტრები არიან, რომლებიც ყიდიან
უცხოელებზე ქართულ მიწებს და შემდეგ უცხოელებს ეპატიჟებიან საქართველოში კორპუსებში ბინების დასაკავებლად. სად არის საქართველოში ამდენი ქართველი? აი ამ კორპუსებს რო აშენებთ, ვისთვის აშენებთ? თქვენ წეულებო და თქვენ სამშობლოს მოღალატეებო. ამიტომ მე მიმართავ ქართულ სპორტსმენებს, სახელოვან ქართულ სპორტსმენებს, რომლებიც იქცნენ ამა თუ იმ ეგრეთ წოდებული დეველოპერული სამშენებლო კომპანიის სახით. ბიჭებო, თქვენ წმინდა და მაგარ ვაჟკაცურ სახელებს ეს გარეწრები, ეს სამშობლოს მოღალატეები იყენებენ და მიატოვეთ ეს კომპანიები. გამოდით მაგ სამშობლოს მოღალატეების გარემოცვიდან და წრიდან. აუცილებელია შეიქმნას ქვეყანაში სასწრაფოდ არის გასაკეთებელი. მე არ ვიცი ვინ უნდა გააკეთოს, ალბათ ღმერთიც მოგვეხმარება. სასწრაფოდ არის შესაქმნელი კომიტეტები. არ ვიცი 10-კაციანი კომიტეტები, 5-კაციანი ჯგუფები. სადაც კი გამოჩნდება ძალიან სწორად ძანებდა მე ადონ დემურ გიორხელიძე. სადაც კი დაიწყებენ ესენი მშენებლობებს, ფართო მასშტაბიან მშენებლობებს, იცოდეთ რომ იქ საქართველო გაყიდულია. ამიტომ მოსახლეობა უნდა გამოვიდეს და კატეგორიულად შეეწინააღმდეგოს აი ამ ბადაღებულ ეგრეთ წოდებულ მშენებლობას. ესენი საქართველოს კი არ აშენებენ, ესენი საქართველოს გადააშენებენ მალე. გადააშენებენ, კი არ აშენებენ. ესენი საქართველოს ამშენებლები კი არა, ესენი არიან საქართველოს გადამშენებლები. ყიზილბაშები შემოგვისახლეს საქართველოში. ეხლა წეგან როცა მოვდიოდი აი აქ რუსთაველის პროსპექტისკენ, ისა მოვიჩქაროდი რუსთაველის ჩვენი შეხვედრის ადგილისკენ, ხო? სპეციალურად ამოვიარე რუსთაველის პროსპექტი. 10 კაციდან 8 არა ქართველია. ქართველები სანთლით საძებარნი გავხდით. უთრო ამას დიდი ახსნა განმარტება და ფილოსოფია სჭირდება, რომ ქვეყნის საქმე უკუღმა მიდის. რა დიდი გამოცანა სჭირდება ამას? რომელ დებატებზია ლაპარაკი? ეს ფსევდო ყურით მოთმეული შოუ ვის რა ჯანდაბათ უნდა. ესე იგი ქართული ოცნება ედებატება ერთიან რაღაც საქართველოს ესე იგი რაღაც უღლოკო სტატუსზე რომ მსჯელობენ. ეს ხომ ის ორგანიზაცია, რომელსაც ქართული ორგანიზაცია და ესა ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ფულს უხდიან. ესე იგი ვისაც ფულს უხდიან, დაისვეს და იმათ ედებატებიან და უნდათ რომ ეს ხალხი გამოაშტერო. უმძიმესი სიტუაცია განათლებაში, უმძიმესი სიტუაცია ეკონომიკაში. ქვეყანა წინ ვერ მიდის. ჩვენი კადრები ფაქტობრივად მე არ მინდა ეხლა რაღაცნაირად დეტალიზაცია მოვახდინო, აქ იყოს საუბარი. ესე იგი ფაქტობრივად ისე მიდის საქმე, რომ საქართველოში ყველა თანამდებობის პირის დანიშვნა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან თანხმდება. ფაქტობრივად ასე მიდის საქმე. ესე იგი შეხედეთ რუსთაველის ძეგლს. ამაზე დიდი ქართველი არსებობს, რაც კი საქართველოს სახსენებელია და გენეტიკური ქართველია. შეხედეთ როგორ აურობა, რას გავს ბალახები ამოსული, გაუბედურებული, გაბინძურებული. ეს ცხონებულმა ზვიად გამსახურდია მოახდინა მისი რესტავრაცია და ბალახებია ამოსული. აი ამითი ეტყობა ამ ხელისუფლებას რა ეროვნული, თქვენ არ ახართ ეროვნული ხელისუფლება. თქვენ ახართ საქართველოს გამყიდველი ხელისუფლება. თქვენ ახართ მოღალატეები, თქვენ ახართ ჩარჩი ვაჭრები, თქვენ ახართ სოლომონ ისაკიჩი მეჯხანუაშვილები და ჩარჩები დაასვით საქართველოს თავზე. აბსოლუტურად ყველა. ესე იგი არანაირი რა დეველოპერული კომპანიები, ყველას უკან დგას პარლამენტარები. მთელი ეს ქსელური მარკეტები, ეს საშუამავლო კომპანიები, ვისაც საქართველოში, ვისაც კიტრი, პომიდორი და კარტოფილი და ხახვი შემოაქვს, სირცხვილი, ყველანი ესენი ამათი ბიზნესია, ეს ამათი ფულია, ესენი ატრიალებენ. შევარდნაძის შვილები და შვილიშვილები, შევარდნაძის ბიზნესმენები მართავენ საქართველოს და იმიტომაც მიდით შევარდნაძის გზაზე შემდგარი საქართველო, იმიტომ გამოიყურება ასე სამარცხვინო და იმიტომ არის რუსთაველის ძეგლი ასე სამარცხვინო მდგომარეობაში დღეს ბალახებია ამოსული და ბატონი კალაძე იმედია ამას ისმენს და ერთი გიორგი ჭყონდიდელს ჰქონდა მიღების საათები საქართველოს პრემიერ-მინისტრს დავით აღმაშენებლის გამზრდელს და მარჯვენა ხელს ორშაბათს ნებისმიერი ქართველი თუ არა ქართველი, რომელიც იმ დიდი საქართველოს იმპერიაში ცხოვრობდა, ჩამოვიდოდა თბილისში და გიორგი ჭყონდიდელი შეხვდებოდა. კახი კალაძეს ვერ შეხვდები.
და ვერცერთ მინისტრს ვერ შეხვდები, გამოკეტილები არიან ქაჯეთის ციხეში, ეს ქაჯები, ეს უჭიგნურები. აღარ მინდა ეხლა გავაგრძელო. ბევრი შეიძლება გვარებიც გადაკეთებული აქვს და ყველაფერი უპედურება, ჩატარებული. მახინაციები. აგერ ყინწვისის ანგელოზის სახით გვესალმებოდა, გამოდიოდა ეს ბატონი დავითაშვილი. საქართველოს ეკონომიკის დიდი აღმაშენებელი მინისტრი. სად არის დღეს წასული? სად მუშაობს? იტალიაში არის სოკარის პრეზიდენტი. ამიტომ გეუბნებით ძვირფასო მეგობრებო, რომ ქვეყანა არის გაყიდული. მე ცოტა ხნის წინათ სოციალურ ქსელებში ვთქვი, მაპატეთ აი ამ სლენგისთვის და ამათ დაზაგაჟნიკებული აქვს თანამდებობები. როგორც კი წავლენ, ქვეყნის ინტერესებით ევაჭრებიან მტრებს, ყიდიან ქვეყნის ინტერესებს, ამით იქ სულთნების და შახების კარზე იპოვებენ გარკვეულ სტატუსს და შემდეგ აქედან რომ გადაეტყვევიან, მერე იქ ძვირფასი და კარგი უზრუნველი სამსახური აქვთ. აი ამ მოხალატეების წინაშე დგას ქვეყანა და ეს არის გამოწვევა ქართველი ხალხისა. და თუ ქართველი ხალხი არ დადგა ერთად, ჩვენ გველოდება გადაშენება. აი ამ ვითომ აღმაშენებლების ეპოქაში. აი აქამდე მიიყვანეს საქართველოს საქმე. ამიტომ არის ბრძოლა აუცილებელი და კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ ქართველებო. არავითარი ნაციონალური მოძრაობა არ არსებობს, არავითარი გვარამია არ არსებობს, არავითარი ვაშაძე ჭიჭი არ არსებობს. ეს არის ყველანი ბიძინა ივანიშვილის საცეცები, პოზიციაში თუ ოპოზიციაში. აბა დღეს ოპოზიციას რა უნდა გქონდეს იმაზე უკეთესი მომენტი, თუ ისინი ნამდვილი ოპოზიციონერები არიან და თუ ქვეყანაზე ზრუნავენ, რომ ქვეყანა იყიდება, დღეს ხო აქ უნდა იყვნენ არა? ქვას ხო არ ვესვრით ჩვენ, მაგრამ ისინი საქართველოს გაყიდვაში ერთად არიან. ამიტომ გამყიდველები საქართველოს მოსახლეობამ უნდა გაისტუმროს პოლიტიკის და ისტორიის სანაგვეზე. სანაგვეზეა თქვენი ადგილი, ნაგვებო. მეგობრებო, ვიდრე შემდეგ გამოსვლის გადავცემდეს სიტყვას, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეხლა უნდა ხმამაღლა აქედან თქვა. ჩვენ გვაქვს კავშირები, რა ხდება RNG გოლთან დაკავშირებით, როგორ წარცვავენ ჩვენ ქვეყანას და როგორ წამლავენ, ასობით მილიარდის ძვირფასეულობა, ოქრო, სპილენძი და ასე შემდეგ მარგანეცი საქართველოდან ისე გატანილი, რომ მიდის ერთი მუჭა თაღლითების ჯიბეში და ქართველი ხალხს არაფერი არ რჩება იქიდან, არც ბიუჯეტს. მე აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ იმდენად აი ველური მეთოდებით მოიპოვებენ, რომ მთლიანად მდინარე მაშავერა, კაზრეთულა და ფოლადაური ისია მოწამლული და დაშხამული, რომ აი ამ მდინარეებით ირწყვება მთელი ქვემო ქართლი, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, მარნეული და აი იქ მოყვანილი პროდუქტი, ბოსტნეული და მწვანილეული, ნახევარ საქართველოში იყიდება, რომელიც არის პირველი ონკოლოგიური დაავადების წყარო. თუ უფროს თაობას აღარ ავჩივით, ბავშვები წარენანებად, ბავშვები და ახალგაზრდები აღარავინ აღარ არის დაცული ამ ქვეყანაში. ესენი უნდა გასამართლენ აბსოლუტურად. როგორ შეიძლება ამაზე საერთოდ რა თქვა, რომ ესე რაღაცა ეროვნული ისაა. ომი ხომ არ არის. ომზე უარესია გაწყვიტეს ხალხი. შეხედეთ რა გაუკეთეს მაღაროელ ჭიათურელებს. აბსოლუტურად იქაც ესე. ჯერ ხო ამდენი მაღაროელი დატოვეს უმუშევარი და პარალიზება გაუკეთეს ჭიათურას. და წარმოიდგინეთ თქვენ
იქით დააპატიმრეს 4 მაღაროელი, რომ პროტესტი გამოხატეს. სამაგიეროდ ვიღაც კრიმინალი სოჭკი მეფურ სასახლეებს იგავს იქ. მეფურ სასახლეებს. მაგის ფოტოებსაც დავდებთ. აი ესე ხდება, ამას აკეთებს ეს ანტიქართული რეჟიმი და კარგად უნდა გააჩვენოს ყველამ. ბატონი დემური იყო. ერთი და ეხლა სიტყვას გადავცემ ქართველთა დიდი გაერთიანების ერთ-ერთ დამფუძნებელს პროფესორს ანალიტიკოს ბატონ დემურ გიორგელიძეს. მოგესალმებით. ჩვენი შეხვედრა ეს არის იმ მუხტის გაგვივების პროცესი და მე არ მინდა ეს აღიქვათ რაღაც ტრადიციულ მიტინგებად არა, ჩვენ ერთმანეთს უზიარებთ ახლა, მაგრამ ჩვენ ამ შეკრებებზე, რომელიც არ გაჩერდება პერიოდულად, დიდი მადლობა ვინც ახარ, უთმესი მადლობა ყველა იმას, ვინც ვერ მოვიდა, მაგრამ გული და სული თავისი ქვეყნის გვერდით არის. ჩვენ აბა და დავით გიგლას და ასე შემდეგ არ უთხარი პიროვნულად ჩვენ არაფერს არავისგან არ ვითხოვთ. ჩვენ გვინდა საღი ქართველების ერთობა, რომ ამ ქვეყანას დაუდგეთ გვერდით. რატომ უნდა დაუდგეთ? მსოფლიო ბანკის მონაცემებით 24 წლის ბოლოს საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა იყო 3,610,000. რა არის მის შემდეგ წელიწადნახევარი გასული, ხო 300,000-ით გაზარდა საქართველოს დღევანდელმა არალეგიტიმურმა უკანონო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეების რიცხვი. ამ დროს მისსავე ეროვნული სტატისტიკის სამსახური, რასაც ქვია, გაცილებით მეტი ხალხი კვდება საქართველოში მოქალაქეები, ვიდრე იბადება. ცხოვრება ძალიან დიდია. 200,000 ნაკლები ადამიანი არ გასულა ამ წლების განმავლობაში ქვეყნიდან გარე. კიდე გევიდებით, მაშინ რამ გაზარდა 300,000-ით საქართველოს მოქალაქეები. ესე იგი, ამ ხელისუფლებამ კარგად იცის, განწყობებს საკმაოდ კარგად ხედავენ, თავს იტყუებენ, რომ მათი ხარდაჭერა ხალხში კატასტროფულად იკლებს და მათ ჭირდებათ ხმები. ისინი არ აპირებენ წესიერი არჩევნების ჩატარებას და სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლებაში ამა თუ იმ ფორმით დარჩენად. მათ მონოპოლიზირებული აქვს კანონმდებლობა, მონოპოლიზირებული აქვს ეს თაღლითური სისტემა საარჩევნო ადმინისტრაციისა, პოლიტიკა, რომელზეც დავითმა მოგახსენა და არის გამოუგნებელი და გამანადგურებელი. ჩვენ ამიტომ ვიქნებით და ჩვენ უკან არასდროს არ დავიხებთ. ჩათვალეთ, რომ აი პირდაპირ გეუნდებით. ჩვენ უფრო ადრე სიკვდილს გაიგებთ, ვიდრე იმას, რომ ჩვენ რაღაც მოსაზრებებით ამ გვერდზე გავდექით. არ მოხდება ეს. ამიტომ კარგად გაგვიგეთ რა გვინდა. ჩვენ გვინდა ყველა საღი ქართველის შეკრება, რომ დაუდგეთ და გადავარჩინოთ ეს ქვეყანა. რატო უნდა გადავარჩინოთ? იმიტომ რომ დაახლოებით როგორც შეფასებულია 7 მილიონამდე ქართველი შეეწირა საუკუნეები ამ ქვეყნის აქამდე მოტანას. ასია თუ ისია ქვეყანა მოტანილია. ეხლა უფროსი თაობა, რომელმაც 80-იან 90-იან წლებში უღალატა თავისი უსუსურობის გამო ქვეყანას გვერდზე გადგა, ვერ აიღო პასუხისმგებლობა. უფროსი თაობის ხალხი ხარ, ძირითადად არის არიან ახალგაზრდები, დიდი მადლობა ყველას, მაგრამ ხასუსო, თუ უფროს თაობას არ აქვს იმის პასუხისმგებლობა, რომ განსაკუთრებულად კრიზისულ მომენტებში ისაა პირველი, ვინც უნდა დადგეს გააკეთოს ის, რაც აუცილებელია და მის გვერდით აუცილებლად დადგებიან საღი საშუალო თაობის და საღი ახალგაზრდა თაობის ადამიანები. ამიტომ თქვენზეა დღეს
თავარი დადგა რომ ჩვენ შევძლოთ ყველა იმ ადამიანის ერთად დაყენება მე შორსა ვარ იმ ილუზიებისგან არიცა გვიყვარდეს ყველას ერთმანეთი მთელი საქართველო გავერთიანდეთ ასეთი რამ მსოფლიოში არასდროს არსად არ მომხდარა ერთიანდებიან იდეით შემკრობილი თავისი ქვეყნის სიყვარულით და თავდადებით შემკრობილი ადამიანები და ისინი იწყებენ ყველაფერის კეთებას იმისა რაც აუცილებელია ამ ქვეყნის მომავალი თაობისთვის გადასაცემად მე არ მოვერიდები და პირდაპირ იტყვით ეს ქვეყანა შენარჩუნებული იქნება ნებისმიერ ფასად რაც დაჯდება ამ ქვეყნის შეფასება ჩვენ გადავიხდით იმ ფასს ამიტომ არ იფიქროთ ასე თუ იქნა ვაიმე დავიღო არავინ ჩვენ უკვე დაღუპვის გზაზე ვართ ამიტომ ქართველების საერთო ქართველების ერთობა იმიტომ არის საჭირო რომ ჩვენ გადავდგათ ყველა ის აუცილებელი ნაბიჯი იმის მიხედვით თუ როგორი იქნება საპირისპირო ძალის ქმედება რომ ეს ქვეყანა დანარჩუნებული იქნას ჩვენ წინა ხაზზე ახალგაზრდებს არ დავაყენებთ ეს პრინციპული მომენტია ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება რომ მომავალი თაობამ გააგრძელოს ეს ყველაფერი ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი იქნებიან ჩვენ შემდეგ ძირითადი სულიერი მხარდამჭერები, რომლებსაც ჩვენთვის უზარმაზარი ძალისა და ენერგიის მოცემა შეუძლიათ. ამიტომ მე გთხოვთ სწორად გავიგოთ. ძალა არ იქნება, არაფერი არ იქნება. ამ ხელისუფლებას პოლიტიკურ სცენაზე მოწინააღმდეგე არ აყავს. დიდმა ფულმა ყველა იყიდა. ის კონცერტები, რომელიც პარლამენტის წინ იმართება, ბატონმა დიდომ თქვა ამის შესახებ. ეს ოპოზიცია არის, თავარი მიზანი არის ბიძინათ სამსახური. ამ ოპოზიციის თავარი მიზანი არის შეინარჩუნოს ეს სისტემა და ჩვენ ამ სისტემაში არ შევად. ჩვენი მთავარი მოთხოვნა ყოველთვის იყო არის და დარჩება. ძალა აიძულებს ამ ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას მოხდეს შეთანხმება, მიღებული იქნას სამართლიანი გაუყალბებელი არჩევნები, ჩამოყალიბდეს გაუყალბებელი არათაღლითი ცესკო და შემდეგ შეთანხმებულ რეჟიმში, როცა შეთანხმდებით პოლიტიკურ არენაზე, ვისი კეთება შეიძლება საჯარო სფეროში, თავისუფლება, პასუხისმგებლობაა და არა რასაც მინდა იმას გავაკეთებ. მერე ჩატარდება არჩევნები და ხალხი როგორაც გადაალაგებს სიტუაციას ისე იქნება. მაგრამ ეხლა ილუზია იმისა რომ შენ ხვალ არჩევნებს რო აპირებენ და იქ რაიმეს მოუხერხებ რაც მოუხერხებს 300,000 კაცით გაზარდა მოქალაქეები რომელიც მისი ხმებია 800,000-მდე არარსებული ხმები აქვს და ვინ დაუკანონა ეს 800,000 არარსებული ხმა ოპოზიცია რატომ უკანონებს ოპოზიცია ყველაფერს რატომ უწერს ხელს ყველა გაყალბებულობს იმიტომ რომ ამისთვის მან სერიოზულად უხდია პოლიტიკა გახდა ერთი ყიდვა გაყიდვის საგანი ამას არაფერი არ უპირისპირდება გარდა იმისა რასაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა თქვენთან ერთად ჩვენ ვიქნებით ის ვინც ამ სისტემის გარედან დაუპირისპირდება ამ სისტემას და აიძულებს იგი მივიყვანოთ იმ ნორმებამდე რომელიც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის. ქვეყანა არ ვითარდება. ტყუილია თავიდან ბოლომდე ყველაფერი. ეკონომიკა ნამდვილად არ მესწავლება, რომ ვიღაცას მოუწმინოთ. სოციალური გარემო არის საშინელება. ყველაფერი ეროვნული შემოსავალი და სიმჭიდრე პატარა ჯგუფის ხელშია. სხვას არავის არაფერი არ ხდება. ის რომ ოჯახები დაინგრა მილიონობით ქალბატონი ქვეყნის გარეთაა გასული, ოჯახები დარჩენილია, ისინი საშინელი დიდი მძიმე შრომით პატივისცემა მათ აგზავნიან აქ და
8 მილიარდამდე ლარი ეცემა ამ უვარგისი ხელისუფლების უვარგის პოლიტიკას და რომელიც არ გამომუშავებულა ამ ქვეყანაში. ძირითადი მოხმარება სწორედ ამ ფულიდან არის. ეს ძიური მანანასავით ეცემა ამათ. სამაგიეროდ რას აკეთებენ? ტურიზმი, ბორდელები. აი ჩვენ დგავართ ახლა წმინდა ადგილზე, წმინდა ადამიანის ძეგლის გვერდით. აი აქ რო შემოვხაზოთ ახლა ხო? არაერთი რამდენიმე მეტი 2-3 ათეული ბორდელი მაინც იქნება 1 კილომეტრის რადიუსში. კაზინოები, რომელთა შემოსავალი, რასაც თვითონ აფიქსირებენ საგადასახადოში, თითქმის საქართველოს ბიუჯეტის ხელში. გარეცხვა, შავი ფულის, კრიმინალური ფულის გარეცხვა, სამრეცხაოა ერთი დიდი. არაბული და აფრიკული ქვეყნებისთვის თბილისი სექს ტურიზმის ცენტრია. მე გეკითხებით, ჩვენ წინაპრები ხო გვახსოვს? მე აბუა ჩემი რომ არ მახსოვდეს, მამა ჩემი რომ არ მახსოვდეს, აქ არ ვიქნები. მე რომ ამ ქვეყანაში რაღაც მადლი არ მეცხოს, როგორც მე მესმის ამ ქარსაოცარი კულტურის, მე ჩემი იდენტობის გონე ხალხთან ერთად მინდა ვიცხოვრო. დიდი პატივისცემა არაბებს, აფრიკელებს, ყველა ქვეყანას, მაგრამ ეს ჩვენი ქვეყანაა. არა მათი ქვეყანაა. იგივე ყველას გვინდა უთხრათ ჩვენ ბატონმა ვაჟამ დიდი საქმე გააკეთა, ძალიან სერიოზული სასამართლო პროცესი მოიგო არაბებთან, ჩვენ გავაგზავნებთ ამ გზასაც. ყველაფერი, რასაც ისინი ყიდულობენ უკანონო ხელისუფლებისგან. ყველაფერი, რაც 92 წლის მერე ხელი მოაწერეს და ასე შემდეგ და დაამცირეს და დააკნინეს საქართველოს და ქართველები, ყველაფერი არის უკანონო ხელისუფლებების მიერ გაკეთებული. ამიტომ ეხლა თავს არ შეგაწყენ, ჩვენი ერთობა არის აუცილებელი, ჩვენი ძალა არის. ჩვენ აი ასეთი მუდმივ რეჟიმში მუშაობით მივაღწევ იმას, რომ საქართველოს ყველა საღი ადამიანი ერთად იქნება და ერთად შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას. აუცილებლად სხვა ძალა საქართველოში არ არის, სხვა ძალის იმედი არ გქონდეთ. სისტემა აგებულია იდეალურად იმისათვის, რომ ეს ქვეყანა აქციოს საკუთარი შემოსავლების წყაროდ მისი პერსპექტივის გათვალისწინების გარეშე და თუ ამას ქართველები არ აღუდგება წინ, მაშინ ჩვენ უბრალოდ არ გვინდა მაშინ ეს ქვეყანა და თუ არ გვინდა ეს ქვეყანა, მაშინ სხვა სცენარი განვითარდება. ჩვენ თან ერთად ამ სხვა სცენარს არ დაუშვებთ. ჯერჯერობით უიმედო მდგომარეობა არ არის, არის მძიმე მდგომარეობა, მაგრამ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა რომ არ შეიძლებოდეს, ჩვენ ამ მოწოდებებს და ამ შრომას არ გავწევდით. ღმერთი იყო ჩვენი შემწე ამ წმინდა საქმეში და ძალა მოგცეთ ყველას. ბატონმა დემურმა ბატონი ვაჟა ოთარაშვილი ახსენა, წეგან ქონდა კიდევ საუბარი ბატონ ვაჟასთან. საპატიო მიზეზის გამო არ იმყოფება აქტორი ჩემი სული მანდარისო. 6 სასამართლო მოიგო, მეგობრებო, მოიგო არაბების წინააღმდეგ კასპში და მე-7 უზენაეს სასამართლოში. აი ეს არის ბრძოლა. შედეგი აუცილებლად იქნება. მე შევეცდები მე ბატონი ვაჟა რამოდენიმე სიტყვით თუ ჩავთვალთ აი აქედან, რომ ხმა მოგაწოდენოთ თქვენ. ასევე თელისული და გულით მოგიკითხათ ემიგრაციიდან ძალიან ენატრება სამშობლო, ერმილე ნემსაძე მოგიკითხათ ყველანი, კარგმა ქართველმა ვაჟკაცმა. ეხლა მე მინდა სიტყვა გადავცე ქართველთა დიდი გაერთიანების გამგეობის წევრს ბატონ გია ბახტაძეს. მოგესალმებით. მადლობა მინდა გითხრათ ყოველ თქვენგანს, რომლებიც დღეს აქ არ გოსვით.
ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველამათ. მე დარწმუნებული ვარ, ისინი ცოტანე არიან ჩვენ უამრავ გამოწერს და Facebook მოხარებლებს, რომლებიც მართალია ფიზიკურად აქ არ არიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივრობენ და იმედი აქვთ იმის, რომ ამას ყველაფერს რაც ჩვენ დავიწყეთ, გარკვეული შედეგი და დადებითი შედეგი ექნება. სულ ახლახან მიზეიმეთ ჩვენ ქართული ოჯახის სიწმინდის დღე. მე მივესალმები ამ დღეს და მივესალმები იმ განწყობას, რა განწყობითაც ქართველი კაცი ამ დღეს ხვდება. ჩემთვის ისიცაა გასაგები თუ რის გამო დაჭირდა პატრიარქს, რის საპირწენედ გამოეცხადებია ეს დღე ქართული ოჯახის სიწმინდის დღედ. აქ მარტო ეგრეთ წოდებული გენდერების უფლებების დაცვაზე არ იყო საუბარი. აქ იყო საუბარი მთელი პოლიტიკურ შემდგომში გარკვეულ ინტერესებზე. მაგრამ რადგანაც ამ საკეს მიეცა ოფიციალური სახე და მთავრობაც საპატრიარქოსთან ერთად აღნიშნავს ამ დღეს, მაგრამ ბოლომდე თქვით სათქმელი. თორემ მარტო შარშანდელი სტატისტიკა რომ ავიღოთ, რომ 200,000-ზე მეტი ქართველი ეთნიკურად ქართველი წასულია ქვეყნიდან. აქედან რომ უმრავლესობა არის ახალგაზრდობა 20-დან 30 წლამდე, რომ წასული ახალგაზრდებიდან უმრავლესობა უცხოეთში რჩება. ანუ საუბარია იმ ხალხზე, რომლებმაც ოჯახები შექმნან და ოჯახებზე უნდა იზრუნონ, რომელ ოჯახის სიწმინდის დღეზეა საუბარი, თუ მხოლოდ ეს ლაპარაკის დონეზე და ერთგიან ღონისძიებების დონეზე გაჩერდება. ამიტომაც აქედან ვიმართავ მთავრობას, საპატრიარქოს, მთელ რიგ ინსტიტუტებს, რომ საქმესთან ერთად გადადგით კონკრეტული ნაბიჯები, თორემ ნათქვამი აქვს წმინდა ილია მართალს, როცა სათავეა მღრიე, იქ ბოლოში წმინდა წყლის ძებნას აზრი არ აქვს. თუ თავიდანვე სრულყოფილად არ იქნა სიმართლე, თუ კი ყველაფერს ამას თვალი არ გაუსწორეთ, ეს ყველაფერი მხოლოდ გარკვეული ხნის შემდეგ გულის აცურების დონეზე დავა. მე მინდა გავიხსენო დიდი კონსტანტინეს სიტყვები. ერი, რომელიც მხოლოდ ისეთ ეროვნულობას აკეთებს აქცენტს და პატრიოტიზმს აკეთებს აქცენტს, რომელიც მხოლოდ სიტყვითაა. ანუ ის უარყოფს ისეთ პატრიოტიზმს, რომელიც მხოლოდ წასულების სცენებაზე ორიენტირება. ის უარყოფს ისეთ პატრიოტიზმს, რომელიც წასულების აკლდამების შთილქვეშ შეფარებულია. იმიტომ რომ წინაპრები ის ამბობს შეიძლება იყვნენ გამოჩენილი, მაგრამ ცოცხალი სათქმელს მკვდარი ვერ იტყვის ვერასდროს. ამიტომ ჩვენ ცოცხლებმა უნდა თქვათ სათქმელი და უნდა გავაკეთოთ რიც, რაც ქართველმა კაცმა უნდა ქალასწორე. ვერ წინაპარი ისცენება უშვილო საქმეს და მომავალი კიდევ თუ ასე გაგრძელს და შეიძლება პერსპექტივაში აღარც კი იყოს. მე ჩემს სიტყვას მოკლედ ვიტყვი, ბევრს არ ვილაპარაკებ, მაგრამ ერთ თავაზე გავაკეთებ აქცენტს. ჩვენი გზა არის სამართლებრივი გზა, რომელიც ეყრდნობა ეროვნულ და ქრისტიანულ საფუძვლებს და ფასეულებებს. ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსი გამოვიდა შემდეგი პოზიციით, რომ თუმრე ეროვნული ბილიკი იმ დონეზეა გათელილი, სხვა ბილიკის ძებნა საჭირო. არა მეგობრებო, ერთადერთი სწორი გზა ისევე ეროვნული ბილიკის სიარული არის. სხვა გზა ჩვენ ტაძრისკენ ვერ მივიღოთ, უბრალოდ ამ ბილიკზე ამოსულ სარეველებს უნდა გათხოვოთ. აუცილებელია კიდევ აქცენტი გაკეთეს ორი დღის მერე, როცა ჩვენი ხელისუფლება რატომღაც შევადაძის ანდერძიდან გამომდინარე, ჯერ იყო სააკაშვილის ხელისუფლება, მე არის ივანიშვილის ხელისუფლება, რატომღაც 26 მაისს აღნიშნავს როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. რატომ? როდესაც კონსტიტუცია რომ გადავშალოთ, მის პირსავე გვერდზე წერია, რომ ეს კონსტიტუცია ემყარება 1991 წლის 9 აპრილის გამოცხადებულ დამოუკიდებლობის აქტს. და რატომ არიან ისინი ძულებული, რომის ანდერძი, ეგრეთ წოდებული ანდერძი დღესაც ისრულად შემოიყვანონ? გვექაიფება? გვეზეიმება? აღნიშნოთ მაინც და მაინც თუ მასია პირველი რესპუბლიკის დაარსების დღე. აღნიშნოს ვიად გამსახურდიას ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტის არჩევის დღე.
აღნიშნოთ მედან კონსტანტის დამატების დღე. თუ გეძებათ თორე გაყალიბება და ნახევრად სიმართლის თქვა ჩვენ შედეგს ვერ მივიდათ. დარწმუნებულიყავით ღვთისმებით და ქართველი ხალხის ერთობით ჩვენ თუ ეს შევძელით სოფლიოში არ არსებობს არანაირი ძალა რომელიც ქართველი ერის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. გაიხარეთ მერთვას იქნება ვქცეთ. აგიმარჯოს სიტყვას გადავცევთ ჩვენს პატივცემულ საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევა რომ იყო უზენაესი საბჭოს წევრს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერს ყველასათვის საყვარელ პატიოსან დეპუტატს ბატონ გულამ მაკაცარიას. გესმებით შემოკარგებო დათვლით ნუ დავითვალოთ ვინც ვართ სადღაც ასე უნდა გავამრავლოთ რომ სინამდვილეში შევქნათ იმისი წარმოდგენა თუ რამდენი ხალხი ვართ აქ. ესე იგი თუ სადმე 100 ლარიდან 50 ლარიდან ვინმე რამე ხელფას ღებულობს ყველა არის თავრობის ყურადღების ქვეშ და დაკანკალებენ ამ თავიანთ საწოდა 50 ლარს. ამიტომ ვერ მოდის ხალხი თორე დარწმუნებული ვარ და დღეს უყურებს ფეისბუქებზე და სხვა არხებზე ჩვენ გადაცემ. ყველაფერთან ერთად მეგახლავართ ბატონებო საქართველოს პირველი პარლამენტის მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის კომისიის თავმჯდომარე. ამიტომ ყველაზე მეტად მე მეხება და მე შემდგება გული ამ გაყიდულ მიწებზე. არსებობს ასეთი ცნება სამართალ მემკვიდრეობა ბატონებო, რაც ნიშნავს არჩევნებით მოსული ხელისუფლება სამართალ მემკვიდრეა არჩევნების დამნიშნავი ხელისუფლების. ისე ხო არ არის რომ საფრანგეთის ერთმა პრეზიდენტმა $1 ტრილიონი აიღოს ქვეყნისთვის და მეორემ თქვა ის სხვა პარტიის იყო. არა ბატონებო, ყველაფერი აქტივი პასივი გადადის. დღევანდელი ხელისუფლება გახლავთ სამი ნაძირას, სიგუას, კიტყვანისა და ჯაბაიოსელიანის სამართალ მემკვიდრე. ეს შევარდნაძის სამართალ მემკვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება იგივე სამართალ მემკვიდრე კიძინა. არავითარი პასუხისმგებლობა ერის წინაშე არ აქვთ. არ უგრძოლიათ, არ მოუკლავთ თავი 70-იან წლებში, 80-იან, 90-იან წლებში. ამიტომ ბატონებო, იმდენივე მაგალითს მოვიყვან. როლანდ გილიკაშვილი იყო პროკურორის მოადგილე და როცა ინფარქტი მივიღე 2016 წელს საავადმყოფოში ვნახე და მეუყვება. შევარდნაძესთან მივედი და უთხარიო რომ ჟვანია მიწებს ყიდისო. არ იქნება მასეო მიცრავ და ავიღე ქაღალდიო, სადაც ჩამოწერილი იყო $2,800,000 გაყიდული მიწები, ჰექტარი $1,000. ის $280 მილიონი ცხადია ნახევარი შევარდნაძესი იყო. 39,000 ასკერი ჩამოასახლა სააკაშვილმა აჭარაში. და ბაბუამისის ქონება თუ რა შეენაღლებოდა. იმას რომ აგრძელებს ივანაშვილი. მაგრამ ივანაშვილი პატიოსანი კაცი გამოდგა და ახლა ვიტყვი ამ პატიოსნებას. გამოვიდა ტელევიზორში 24 წლის არჩევნების წინ და ამბობს რომ საყვედურობდო კოჰაბიტაციასო პრემიერ-მინისტრობის დროსო ბალტიისპირეთში მქონდა 3 ძე გასვლაო და მოვიდა ყველა ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი პრეზიდენტი იყო თუ საგარეო საქმეთა მინისტრიო და მიცხესო სააკაშვილს ის ვერ დააკარებო, მეც დაუჯერეო. შემდგომ გამოდის ტელევიზორში და ამბობს მე ჩემი ფული მენაღვლება თორე საქართველო მაინც და მაინც გულზე არ მეხატებაო, ეს ახლა ხანსია. ეს მიწებიც ბატონებო, რა მამამისის ქონება თუ რა არის, რა შეენაღვლება.
ერთი სიტყვით ბატონებო, აი ამ სამი ნაძირალას სამართალმემკვიდრეები არიან ეს ხელისუფლება და დღეს მაგალითს მოიყვან აქ CSKO ახსენა ერთ-ერთმა გამომსვლელმა ამათი კონსტიტუციით პრეზიდენტის არჩევისას პირველი პროცედურა არის რომ პარლამენტის 80 წევრმა უნდა მისცეს ხმა და მერე გადაეცემა იქ ხმოსნებს. ყავდათ მარტო 78 კაცი და CSKO ამ არ ამკითხე რაღაც წარმონაქმნა შეცვალა კონსტიტუცია და ჩამოეყვანა 78 კაცად. დედამიწის ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი რამე წარმოუდგენელია ბატონო. ამიტომ აქ ილაპარაკა ბატონმა დემურმა და მეც იმას ვიტყვი დღევანდელი მოცემულობით არჩევნებში წასვლას აზრი არა გასიდანას შემთხვევაში იმარჯვებს ბიძინა თავისი სისტემით ამიტომ ერთადერთი ძალა გახლავთ ხალხის ძალა ბატონებო და უნდა დავდგეთ ერთად გადავარჩინოთ ქვეყანა თორემ ჩვენი საშველი აღარ იქნება ბატონებო აქ ითქვა ბიძინა რომ მოდიოდა ახალ ქართლებს ავაშენებდა თუ რამე ხანხალებდა კიდე დარჩენილი შევარდნაძის და სააკაშვილის განადგურებული ისიც გაათავა და არაფერი აღარ დატოვა მომუშავე ბატონებო მე გეუბნებით ბატონებო აქ არაბები პაკისტანელები ზაირი აბუასები და ასე შემდეგ ეს არის შიება იმიტომ გებიეს არაბებთან მიწასთან დაკავშირებით ბრძოლა დიდი გამარჯვებაა მაგრამ მაინც ინდოელებთან პაკისტანელებთან დავებს მოგვაგებიებენ ოღონდ არ ითქვას ის თავარი საფრთხე ვისაც უნდა გადმოსვლა არც არაბია არც პაკისტანელია არც არავინ ეს ის ძალა არის რომელიც დიდი ხანია იჩემებს საქართველოში მოსვლის პირველ ეტაპას ისიც კითხეს რომ სვეტიცხოვლის ქვეშ თურმე სინაგოგა ყოფილა აშენებული აი ეს არის ჩვენი უბედურების თავი და ბოლო ბატონებო ამიტომ ჩვენ ვართებს ძალიან სერიოზული ბრძოლა თითქმის 60-70% საქართველოს ბედი გადაწურული გონიათ მაგრამ ვერ ითვალისწინებენ ბატონებო ბატონ ზვიადის ნათქვამს ჩვენ ისეთი ზეციური მფარველი გვყავს რომ ყველა მის ძალას მალე ნახავსო საქმელი ბევრი მაქვს იმდენი რომ ალბათ მე რა კონსტიტუციაში ყოველ 4 შაბათს გამოვდივარ და 500 საათზე მეტი მაქვს დაგროვილი ამ საჭიროა საკითხების მაგრამ დავამთავრებ დიდი რუსი წმინდანის სერაფიმ საროველის სიტყვებით სერაფიმ საროველმა სამჯერ მოიყვანა უფალი ეკლესიაში ხორციელად მის ტროპაში წერია შენ რომელმაც ხორციელად იხილე უფალი იესო ქრისტე ის ამბობს ბევრი ხალხი გაგრება დედამიწის ზურგიდან მაგრამ ქართველებს უფალი შეინახავს მეორედ მოსვლამდე და ქართველებისაგან სოფლიოდ გამცემდება და როცა უსმენს ეს თქვენი წინასწარმეტყველება არისო არა ბატონებო რაც უფალმა მითხრა სიტყვა სიტყვით ეს არის 100-ს ამ როგორ მივამართებდი ან როგორ გამოვაკლებდი ერთი რამეც უნდა ვთქვა და დავამთავრებ რუსეთის წინა პატრიარქს ალექსი მეორეს პუტინმა დაავალა აფხაზეთის ეპარქიის დამოუკიდებლად აღიარება. ჩავიდა ეს კაცი, ჩაიყვანა რუსეთის სინოდი
სერაფიმ საროველის საფლავზე მარტო ჩვენ სინოდში და მხარდამჭერები არის 150 კაცი და იქ 500 კაცამდეა და მიიღეს დადგენილება. აფხაზეთის ეპარქია ყოველთვის იყო საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში და დარჩება. როცა შეხვედრა ჰქონდა საქართველოს პატრიარქთან, კითხე მე, ეს არის მეთქი რუსეთის ერთ-ერთი ხელისუფლების, სასულიერო ხელისუფლების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და რატო არ გაეცით ხმა მეთქი და მიმართა გიორგი აგვარი იყო ჯივანი ანდრიაძეს, როდის იყო გიორგიევითო მარიცოდა. ამის შემდეგ მეორედ მოთხოვა პუტინმა იგივე ამ კაცმა უთხრა მარტო მე ხო არ ვიყავი სინოდის ნახევარზე მეტმა დაახლოებით მინიმუმ 300 კაცმა მისახმა აი ამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ფაქტიურად მეორედაც იგივე დადგენილება გამოიტანა და ეუფე პეტრეს გავიმეორებ რუსავი ორზე. პატრიარქმა მითხრაო, თვითონ სამჯერ წაიქცა ალექსი მეორე აბანოში, სინამდვილეში 3 დღეა დააჭედეს შუბში. ესე იგი, მე ამით ვისკვა მინდა, რომ არ არის მთლად ისე საქმე, რომ რუსეთში სასულიერო პირები უკვე ცნობენ იმას, რომ რუსეთს მომავალი არ აქვს თუ საქართველოს არ დაუდგენ გვერდით და ალექსი მეორე ჩემი მართმენით უფრო დიდი წმინდანია ქართველებისთვის ვიდრე სხვა თუნდაც აბუთვილები. აბუთვილებზე სასაყვედურო არაფერი არ მაქვს, მაგრამ ამხელა ქვეყნის პატრიარქი როცა შეეწირება საქართველოს სულიერ და ტერიტორიულ მთლიანობას, ეს არის ბატონებო უფლის ნიშანი. იდება უფლის. თქვენ გაგიგიათ ეს სხვისგან არ გაგიგიათ. ტელევიზორში თქვი პეკატივიზი იქაცა თქვი უაზრო და ალექსი მეორეს ქართველიერი წმინდანად შერაცხავს. რა თქმა უნდა მანამდე დიეტრიაცა და მერა. უფლის ძალით, უფლის შეძევნით, ყველა ჩვენი წმინდანების შეძევნით დაუვარჯო საქართველოს და გვაძლოთ. სიტყვას გადავცეთ ქართველთა დიდი გაერთიანების ერთ-ერთ დამფუძნებელს, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს ბატონ გიგლა გობეჩიას. მესალმებით მეგობრებო. პირველ რიგში ჩემი გულსიხმელი მადლობა მიითვალეთ ყველამ, ვინც აქ გრძამდებით და ვიცი რომ თქვენს უკან რამდენიმე ადამიანი, სულ ცოტა რამდენიმე 1000-მდე ადამიანი მაინც დგას. აქ ყველაფერს შეეხნათ ჩემი წინარე გამომსვლელები. ხედავთ როგორ იჯიჯგნება ქვეყანა და მე აღარ გავიმეორებ ამას. სამმა ხელისუფლებამ 35 წლის მანძილზე წეხქვეშ ამოვიდო ქართული რესურსები, ქართული წიაღისეული, ქართული გონება, ქართული ინტელექტი და ყველაფერი ქართული. ინდუსტრიაზე ვლაპარაკობ საერთოდ იმ შაუბნელი 90-იანი წლების დასაწყისშივე გაცამტერდა და ჯართად გაიყიდა უცხოეთში. მე ცოტა სხვანაირად მინდა დავაყენო საკითხი და იქნებ გვეფიქრე ამაზე ერთობლივად. დღეს სულ ცოტა 4-ჯერ 5-ჯერ მეტი მივართ იმაზე, ვინემ ეს წინა შეხვედრების დროს იყო ხოლმე და ეს ძალიან იმედის მომცემი ნიშანია. ჩვენ უნდა დავიწყოთ ეგრეთ წოდებული ქსელური, პირველად ვაჟღერებ ახლა ამას, ამ იდეას, ამ წინადადებას, ქსელური წინააღმდეგობა, ანუ ის, რასაც აქ ვაჟღერებთ ჩვენ, შემდგომ შეხვედრებზე თქვენთან როცა გამოვჩნდებით უკვე ახალი გეგმით და ახალი იდეებით, საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში, თუმცა ჯანდაბას ეს სიტყვა მაინც არ მიყვარს, რაიონში ზუსტად ანალოგიური რაღაცა უნდა ხდებოდეს. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანიზაციები უნდა გრძნობდნენ იმ პასუხისმგებლობას. მე მიკვირს იმ რაიონების მოსახლეობის, რომელთაც მიწებს ასე უბრალოდ უხიდიან,
ასე ჰაიერად უყიდიან არაფერს არ ეკითხებიან და ისინი დუმან. დღემდე მათი ხმა ისე ომახიანად არ ისმის როგორც საჭიროა. არადა თუ ტოტალური წინააღმდეგობა არ იქნა, თუ მასშტაბური წინააღმდეგობა არ იქნა, აი ამ რაოდენობას შეიძლება იოლად მოგვერიონ. დღეს ცოტა ამრეზე გვიყურებენ და ვხედავთ, ბოლომდე უფლებას არ გვაძლევენ, რომ განვახორციელოთ ის მიზნები, რაც გვაქვს ჩაფიქრებული. არადა ამ რამდენიმე ათას კაცში, ვინც აქავართ ეხლა შეკრებილი, არიან უსაინტერესო ესე ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ქვეყნის ზოგიერთი დარგის გადარჩენა, აღორძინება და ამისი პროგრამა გააჩნია. აქ ზის 80 წელს გადასილებული ბატონი მორმან ქურიძე პროფესორი, რომელსაც გენიალური გეგმა აქვს საქართველოს მეღვინეობის აღორძინების და ამ დროს თქვენ იცით ხელისუფლებამ რა დრაგონული კანონი გამოსცა მეღვინეების და მევენახეების წინააღმდეგ, ეხლა იმასაც დაუთვლიან ღერაღერად, ვინ უნდა ააშენოს, ვინ არ უნდა ააშენოს, როგორ არ უნდა შეუშალონ ამ მეღვინეობის ბიზნესში ჩართულ ბობოლებს ხელი. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მე წინა დიდ შეხვედრაზე აქ გავაჟღერე და მე მგონი უკვე მწიფდება ამისი რეალიზაციის დროც. საქართველოს მმართველმა ბოლოს 15 წლის მანძილზე ელიტამ უნდა იცოდეს, მე მათ პოლიტიკურ ბნელიტას ვეძახი, რომ მათი ადგილი ადრე თუ გვიან ქართველთა დიდი გაერთიანების დიდი მონდომის შემთხვევაში საქართველოს მოღალატეთა პანთეონში ექნებათ მიწა. ეს მოხდება აუცილებლად, იმიტომ რომ სხვანაირად ქართველს ვერაფერი ვერ გააჩერებს. ის ვინც მომხოჭველობაზე გადასული ის ელემენტარულ დონეზე, მაინც გენეტიკურ დონეზე მაინც გრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარი შვილებისა და შვილიშვილების წინააღმდეგ და თუ მას ეწოდინება, რომ ზუსტად ვარლამ არავითის ბედს გაიზიარებს, ის ცოტათი იქნებ შეღოღმანდეს და დაიხიოს უკან და შეეშვას. ვის მიწას ყიდიან ესენი? ვის მიწას ყიდიან და რას ეხებიან? ხვალზე გამიწაზე თქვენ აი ერთი ფაქტი, რომელიც ყველამ ვიცით პრაქტიკულად ირანის ირანში საომარი ბატალიების დროს მას მისი კონტრდარტყმების შედეგად არაბეთში რა სიტუაცია შეიქმნა. ეგრეთ წოდებული ის ცათამბჯენი რო არის, ხო? ბურჯი ხალიფა რა დღეში ჩავარდა და კიდე ის მათი ასე ვთქვათ ნაფერები ვითომ რაღაცა ბიზნესი წინი. და ამ დროს რამე რომ მოხდეს, საით დაიზრება ეს ხალხი? აგერ ბატონო 750 ჰექტარი მიწა აგერ აქვთ. ეგერ 530 დღეს აგერ აქვია. 550 მიწა გზანის ის დღეპარკში. ის ცოტათი მეტი გონიო და როგორ ფიქრობთ, ვერ მოძებნიან აქ ადგეს, ვერ ააშენებენ საკუთარ. თუ რას გავაკეთებთ? ჩვენ ხშირად გვითხოვს და ეგერ თელავის რაიონის სოფელი ჯუღაანი არის კლასიკური ნიმუში და მაგალითი იმისა, სადაც ნიუ-იორკის ზოგიერთი შავი კვარტლის არ იყოს, ცხვირს ვერ ყოფს ადგილობრივი ხელისუფლება. და რითი ვაპირებთ ამის გაკეთებას? ამიტომ ძალის დანახვაა საჭირო. ძალის გამოჩენაა საჭირო, ფხის გამოჩენაა საჭირო. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, რომ აქ ხართ და ხვალ და ზეგ უფრო მეტ მივიქნებით. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, ყველა მიმართულებით როგორ უნდა მოხდეს დიდი გარღვევა და ეს 35 წლიანი ბალასტი როგორ ჩაირეცხოს, როგორ ერთხელ და სამუდამოდ შავი სიზმარივით უნდა დაივიწყოს ქართველმა ხალხმა. ახლოვდება ამისი დრო. ამიტომ ცოტათი მეტი გამძლეობა საჭირო და მეტი ერთად გონა. გაგიმარჯვეთ ქართველებო. მადლობა. არ ვიცი აქ იმყოფება თუ არა კახა გუკავა თუ არა სახელს გამოსვლობა და შალვა მაგრაძე. ვიდრე ეს პიროვნებები გამოჩნდებოდეს, ხშირად გვისვავე კითხვას, მეგობრებო, რა არის ქართველთა დიდი გაერთიანების მიზანი? აი თქვათ, ქართველმა ერმა გამოუცხადა დიდი მხარდაჭერა და გაიმარჯვა ეროვნულმა ძალამ. რა უნდა გაკეთდეს მერე, რა არის ჩვენი მიზანი? ჩვენი მიზანია აი ესე რო აღარ იყიდებოდეს ოქრო ვერცხლი და გაქონდეს ვიღაც თითოეულა გარე წარს ქვეყნიდან და მთლიანად ხალხის საკუთრებაში დარჩეს. ჩვენი მიზანია მოხდეს ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია და თანაბრად გადანაწილება ეროვნული სიმდიდრის თითოეულ მოქალაქეზე.
ამის გაკეთება და ეგრევე ამოვა იმ გაჭირვების ჭაობიდან თითოეული მოქალაქე, სადაც ეხლა ვიმყოფებით და აი სწორედ ეს იქნება იმის იმედი, რომ ქართული ემიგრაცია დაბრუნდება საქართველოში თავაწეული. ამოქმედება აუცილებლად 92 წლის 13 მარტის დადგენილება, რომელიც მიიღო საქართველოს რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა და საქართველოს უზენაესმა საბჭომ დევნილობაში და როდესაც აღდგება 91 წლის მოქმედი კონსტიტუცია და კონსტიტუციური სამართალი, ჩვენ იმ კონსტიტუციის თანახმად, აი ამ ბრძანების თანახმად ასევე ბათილად იქნება, ბათილად გამოცხადდება არალეგიტიმური მთავრობების ყველა მიღებული გადაწყვეტილება და ჩვენ ავტომატურად ჯანმოდან გამოსულები ვიქნებით. რა გიმარჯვოთ? ასევე არამხოლოდ ჯანმოდან, ჩვენ არ გვექნება არავითარი ვალდებულებები შევიდეთ რომელიმე სამხედრო ალიანსებში. ამ კანონის თანახმად ყველა აქამდე მიტაცებული ქონებები, რომ გადანაწილდეს ქართველ ხალხზე თანაბრად, ყველას უნდა ჩამოერთვას ერთლარად გაყიდულ უზარმაზარი ქონებები, ტყეები, მდინარეები, ტბები და უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს. აცრად უნდა აგო პასუხი ამ ხალხის ჩაგვრელებმა, კონსტიტუციური სახელმწიფოს დამამხობლებმა, ქვეყნის ბიუჯეტის და ბუნებრივი სიმდიდრეების ძარცველებმა. საქართველოს მთავარ ამოცანად უნდა დაისახოს მაღალი სტანდარტების განათლების დანერგვა და მეცნიერების ხელშეწყობა ქვეყანაში. ეხლა მე წავიკითხავ მოთხოვნებს და შემდეგ თუ გამომსვლელებს ემოდათ რა თქმა უნდა სიტყვას, რა არის ჩვენი მოთხოვნები და ჩვენ ამ მოთხოვნებს ახლა აქ რომ გამოვაცხადეთ, ეს იქნება ბოლო მცდელობა. ჩვენ მეტ მოთხოვნებს, ესე 10 მოთხოვნას და 15-ს აღარ დავაყენებთ, თუ ხელისუფლება არ მოგცემს პასუხს ერთი თვის ვადაში, ჩვენ დაგვჭირდა ერთადერთი მოთხოვნა, რომ მოემზადოთ, გადავაყენოთ ანტიქართული, ანტიხალხური, ანტიეროვნული ხელისუფლება, არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც აგრძელებს თურქისტურ მემკვიდრეობას. და ჩვენ მოამზადებთ ხალხს საყოველთაო სახალხო დაუმორჩილებლებისაკენ. პირველი მოთხოვნა, აიკრძალოს ყველანაირი სტატუსის მქონე ქართული მიწების გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. გაუქმდეს გალფის ქვეყნების მეშვეობით უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება იმ 17 აფრიკულ და აზიურ ისლამურ სახელმწიფოებთან, რომელზეც ხელი მოაწერა ოცნების გამყიდველმა ხელისუფლებამ 2025 წლის 17 აპრილს. დაუყოვნებლივ აიკრძალოს ბინადრობის მოწმობების გაცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, უმძიმესი ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობისგან. გაუქმდეს არაბული ქალაქების შენებლობის ხელშეკრულება კწანისსა და გონიოში, ასევე სხვა დანარჩენი უცხოური კვარტლებისა და სოფლების მშენებლობა. მეხუთე, გაუქმდეს დიქტატორული კანონები გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, აი ის კანონი, რომლითაც ჩვენ დაგვიშალეს, რომ შვიდად წყნარად გაგველო ტროტუარზე დღეს, ეს არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ ხდება და ტროტუარზე დგომისთვის რომელიმე ახალგაზრდა რომ გამოხატა თავისი აზრი, ის არ უნდა იყოს დაპატიმრებული და დაუყოვნებლივ უნდა იქნენ გათავისუფლებულები. მე არ გულისხმობ აქ მოლოტოვის კოქტეილებს და ესეთ ქცევებს.
აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეხლა უკვე გადადიან უფრო დიდ ცენზურას აწესებენ სოციალურ ქსელებშიც, ერთადერთი ეს დაგვრჩა და აი ამასაც აგვიკრძალავენ მალე ჩააქთვლიან ღირსების შელახვათ ან რაღაცა ნებისმიერი ადამიანის დაპატიმრება შეეძლებათ. საქართველოში ხანგრძლივი ემიგრაციიდან დაბრუნებულ ეთნიკურ ქართველებს გამარტივებული წესით ყოველგვარი ფინანსური შენატანების გარეშე აღუდგეთ საქართველოს მოქალაქეობა. აწამებენ 100-დან 5 ქართველ კაცს დაბრუნებულს და ნახეთ იუსტიციის სახლში გაშავებულია იქაურობა. შეწყდეს საქართველოს მოქალაქეების ძარცვა შეუსაბამოდ უზომოდ გაზრდილი ჯარიმებით. ეს არის პირდაპირი ძარცვა. მერვე დიუშენის სინდრომით ავათხობ ბავშვებს მიეცეთ წამალი, დაენიშნოთ ბავშვებს უფასო ფიზიო ვარჯიშები და უფასო კონსულტაცია ექიმებთან. მე მინდა მოგაწოდოთ მეგობრებო ინფორმაცია, საქართველოში სულ არის მხოლოდ 100-მდე ასეთი ბავშვი და აი ეს მათხოვარი ხელისუფლება, აი აქედან გიცხადებ. თქვენ მათხოვრებო წელიწადში 2 ჯერ ექიმთან, ეგ უნდა მივიდეს აუცილებლად კონსულტაციაზე და 100 ლარი იყო აქამდე და 300 ლარი გაუხადეს. ამარტყოფი ბავშვების ფულზეც კი არ იხევენ უკან, გესმით? ვისთან გაქვთ საქმე ეხლა ხვდებით? წამების კვალიფიკაცია მაგას. წამების კვალიფიკაცია. აუცილებლად უნდა საჯაროდეს მეცხრე მოთხოვნა დღემდე არსებული ხელმოწერები დაწყებული სააკაშვილიდან დღემდე დავით გარეჯთან დაკავშირებით. ეს არ იყო ბოსტანი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ არის თუ არა დავით გარეჯი კიდევ საქართველოს საზღვრებში. ჩვენ ვიყავით ასული, აგერ აქ ბევრი ესწრებიან კიდევ აგერ არის ახალგაზრდა კაცი თემური ბოკელავაძეც, ჩვენც ვიყავით ქართველთა გაერთიანება. აღარ არის ლაპარაკი ბერთუბანზე, ჭიჭკიპურშიც არ გიშვებენ, ამკრძალავი ნიშანია უკვე. და გასაიდუმლოებულია აბსოლუტურად. რამდენჯერ მოვითხოვეთ და ხმას არ იღებენ. დღევანდელ პრემიერს კობახიძეს სახალხოდ დაადანაშაულა ლაზარე ჯორბენაძე მათ გასვენებულმა, რომელიც გაურკვეველს ვითარებაში ვითომ ჩამოგჩვალი ნახეს. კაცმა წინა დღეებში ინტერვიუ მისცა გაზეთს და ბრძოლისთვის შემართული იყო და ეს სასულიერო პირი თავს მოიკლავდა და ამ ეჯვებს კიდევ უფრო ამწაფრებს სისვომ სამშობლოს ღალატში დადანაშაულებული კობახიძემ დღემდე ერთი ხმა ვერ ამოიღო. რატომ ვერ იღებ ხმას? იმიტომ რომ ხელი გაქვს მოწერილი. თუ არა მაშინ სანამ ცოცხალი იყო უჩივლებდა ცილისწამებს. და მეგობრებო, მეათე მოთხოვნა განთავისუფლდეს პოლიტპატიმარი ირაკლი დოკვაძე მარადიული პატიმრობიდან. ყველა ამ სამივე მთავრობის ხელში პატიმრობაშია ნელსონ მანდელას რეკორდი მოხსნა. და მხოლოდ იმის გამო, რომ ზვიად გამსახურდიას ერთგული თანამებრძოლი იყო. აქ არ არის სხვა რამეზე სერიოზულ ბრალდებებზე ლაპარაკი. და აბსოლუტურად უნდა განთავისუფლდნენ ის ახალგაზრდებიც, ვისაც არაფერი ბრალი არ მიუძღვის და მხოლოდ ტროტუარზე დააკავეს. აი ამ მოთხოვნების შემდეგ, მეგობრებო, ჩვენ ეხლა დღეიდან გადავთვალოთ ერთი თვე. მე დარწმუნებული ვარ, რომ რა თქმა უნდა იქნება აბსოლუტური იგნორი ხელისუფლებისგან, მაგრამ ჩვენ უკვე უნდა დავიწყოთ მზადება მთელი საქართველოს კუთხე-კუნძულს მოუვლით და მთელი უბან სადარბაზოებთან, სოფლებს უყოლაფერ უნდა დავნაზნოთ ყველა და მოვამზადოთ საყოველთაო სახალხო დაუმორჩილებლობისაკენ და თუ არ მოусმენს ხალხს მიიღებენ ახალ
ტრიოს. ეს არის მეგობრებო ჩვენი მოთხოვნა. იმედი გქონდეთ, რომ ქართველთა დიდი გაერთიანება და ჩვენს გვერდზე მდგომი ხალხი არასოდეს გაიყიდება, რადგან ჩვენ ვართ იდეალისტები. ჩვენთვის უპირველესი არის იდეა, სამშობლოს ჭეშმარიტი თავისუფლება და არა ფურცელზე გაყიდული საქართველო. თუ ვინმე არის ბატონი შალვა მაღრაძე იყო ხედავდიდა. არის აკროში. სად არის მე? არ ვიცი. დავით გარეჯიდან და გონიოდან დიდი ხმაზე ისხოვე კაცო. უნახიანობა. სად ახარ შალვა? ბატონო სოსო, თქვენ გინდოდათ კიდევ ექიმნა სიტყვა და ჩვენი ხო აი ბატონო სოსოს ვიცით სიტყვა და მოგესალმებით მეგობრებო. ქართველები ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩავარდით დღესდღეობით, მაგრამ მანამდე ესელთაღრიცხვამდე ინდოეთიდან დაიძრა პროა, რომელიც გადანაწილდა 4 ერად. დაიყვნენ, ჯერ არ დავასახელებ მე იმ ერებს. თქვენ გაერკვევით კარგად ვინ არიან ისინი. იმათ წალეკეს ევროპაში არსებული იბერიული ცივილიზაცია და იბერიელები ესე იგი დაიკავეს იბერიელების ყოფილი ტერიტორიებზე. იბერიელების ტერიტორიები უпроსწორად წალეკეს იქაურობა, ამოწყვიტეს მოსახლეობა და გადაარქვეს სხვა სახელწოდებები იბერიული ცივილიზაციის ტერიტორიებს, ქალაქებს, დედაქალაქებს და ასე შემდეგ. შემდგომ ეს უგაღწნილესი ხალხი დაიყო რა თქმა უნდა 4 ერად, ჩამოყალიბდნენ ვითომ, დაიკავეს ესე იგი მათ შორის ეგვიპტეც დაიკავეს მათ და წალეკეს იბერიული წარმოშობის ხალხი. ეს ხალხი ძალიან მოკლედ ვიტყვი, მოკლედ ჩამოვაყალიბებთ. ესე იგი ეს ხალხი დღემდე მოვიდა და უკვე შემოგვივარდნენ საკუთარ სახლში, საქართველოში. ჩვენ გვეკავა ძალიან დიდი ტერიტორია მსოფლიოში და ძალიან უძლიერესი ხალხი ვიყავით. ჩვენ ვართ მე-6 ცივილიზაციის საწყისებთან ქართველები ვართ ივერიელები, კოლხები და აი ეს იბერია საქართველოს წალეკეს ამ უგაღწნილესებმა და მოგვადგნენ საქართველოში, შემოგვივარდნენ ხალხო. გაიხედეთ გარშემო ეს უგაღწნილესი აყროლებული ხალხი შემოგვისახლეს საქართველოში. ბაღში 4 ბავშვი დამყავდა, ტურტლიანები იყვნენ, და ტილები ვერ მოვაცილე ბავშვებს, თავიდან ტილები და იქექებოდნენ ბავშვები. ეს უგაღწნილესი ხალხი თავისი ბიძაშვილები შემოგვისახლეს ამ გაღწნილებმა. მომჯდარი არიან ყველგან ესენი, სუხველგან და ნახეთ რას აკეთებენ. გადაიკეთეს გვარები და შემოესივნენ საქართველოს, ანგრევენ ქვეყანას ხალხო. ქართველებო, ხურები გამოიფხიკეთ თორე შეგვაჯდნენ კისერზე. აბსოლუტურად გვერეკებიან საქართველოდან. გვერეკებიან უკვე დიდი ხანია. twini გააძრიეთ, twinები. დავიღალე უკვე. არ შემიძლია ამ უგაღწნილესების ხილვა უკვე. მე არ შემიძლია ფიზიკურად ვიარო ქალაქში და ქართველს ვერ ვხედავდე. აღარ მინდა ეს აღვირახსნილობა. ეს კაცი ჭამიები, კანიბალები არიან, კანიბალიზმით დაკავებულები. მოიხედეთ უთვინოებო. კორონავირუსით კიდევ უარესი გააკეთეს. დავიღალე, თქვენ რა შვრებით?
დავიღალე ადაკით და დავდგეთ ერთად საქართველო გაერთიანდი თორე არ იარსებენ ჩვენ ვართ უძველესიერი შეიძლება გამსახურდია კოსტავა ვინ არ მოგვიკლეს ამ გახსნილებმა ქართველების ეგიდი თვითონ ქართველია გვარგადაკეთებულები არც ერთი ტელევიზია არც ერთი რადიო ქართველებს არ გვიკავია დავიღალე ხალხო არ მინდა არც ტელევიზორი ჩავრთ არც რადიო თქვენ არ დაიღალეთ ამოიღეთ ხმა რაიმე ჩაგივარდათ ყველა ერთად ყველა დავდგეთ მეგობრებო ერთიანობა გვაკლია ქართველებს კიდევ ერთ გამოსვლას გადავცემ ეხლა და სიტყვას და მე მინდა ერთი რამ გითხრათ ჩვენ ეხლა ქართველთა დიდი გაერთიანება ის რაც გითხარით იმაზე ვიმუშავებთ მაგრამ მინდა მივმართო პატარ-პატარა პარტიებს რომლებიც ეროვნულ იდეოლოგიას და ეროვნულ კურსს არ გალატობენ არის ესეთი პარტიები პატარ-პატარა პარტიები რომელსაც ხელისუფლება არ ცნობს მოდით გამოვაცხადოთ მორატორიუმი აზრი არ აქვს თქვენს არჩევნებში მონაწილეობას დავდგეთ ყველანი ერთად ეხლა ჩვენ დავიწყებთ დაუგზავნით სამართლიანი საარჩევნო სისტემის კანონპროექტს ყველა ამ პატარა პარტიებს მათ შორის დიდებსაც ვინც არ დაეთანხმება რომ საქართველოს ჩატარდეს სამართლიანი გაუყალბებელი არჩევნები ახალი სისტემით მათ ვამხელ და ვინც დათანხმდება ერთიანი ძალით ყველა გამოვალთ გარეთ და ვაიძულებთ ხელისუფლებას მივაღებინოთ აი ეს უმთავრესი კანონი არ მიიღებენ და მიიღებენ ბახტრიოს მერე იმიტომ რომ ბევრი ვიქნები ეხლა მე მინდა სიტყვა გადავცე ქართველთა დიდი გაერთიანების მთავარი სათათბიროს წევრს ბატონ ჯემალ მაკარაძეს რომელიც ბათუმიდან არის ჩამოსული მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულენო ჩემო დაჩაგრული ერო ეხლა ამაღელვებელი იყო წინა გამოსვლის სიტყვები რაც თავს ჭირჩვენ და რაუბედურებაშია ჩვენი ერი სიტყვა ხელისუფლება საძურველი გახდა უკაცრავად იცით რატომ ხელისუფლება ეს ხელი სადაც მინდა იქ წავიდებ იმ ჯიბეში როგორც მინდა ისე მოვიხმარ გავძარცვავ ჩემს დავაჩოქებ დავიმონებ კოვიდ ფაშიზმი იქნება გაგვანახე ვარკაცას აგერ ძალოსნებო ბიჭებო შავებში პოლიციელებო თქვენ შემოგევლეთ ჩვენ ვის უნდა ვემსახურებოდეთ ქართველ ერს თუ ბიძინა ივანიშვილს ვინ გირჩევთ ქართველი ერი გირჩევთ თქვენ უნდა ემსახურებოდეთ ქართველ ერს საქართველოს ჩვენ ვართ თქვენი დამკვეთი საჯარო სამსახურის ყველა მოხელე მასწავლებლები ყველა აბსოლუტურად პოლიცია ჯარი საქართველოს უშიშროების სამსახურო თქვენ უნდა ემსახურებოდეთ საქართველოს ვინც დღეს აქ ვერ მოვიდა და არ მოვიდა გასაგებია მაგრამ იმ ხელფასების უკან იმ პრემიალურების უკან გახსოვდეთ გავა წელი გავა 5 წელი გავა 10 წელი თქვენ მაგ ადგილებზე არ იქნებით მაგრამ მალე თუ დაგვემართება ერთი დიდი უბედურება კიდევ სოფლიო სიმსივნის გამო რასაც ქვია ციფრული სამყარო გაგატარებენ უკაცრავად ხორცის საკეთ მანქანაში თქვენ გიყენებენ ჩვენს წინააღმდეგ ემსახურებით მამონას
სამწუხაროდ. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ეგ ხელფასები, ეგ პრემიალურები დაგრჩებათ ოხრად და რატომ იცით? თქვენი შვილები მიიღებენ იმ განათლებას, რაც მივიღეთ დღეს. იმ საქართველოში, იმ სკოლებში, სადაც ამოიღეს ქართული დედაენა. რომელ საქართველოსია საუბარი? ვის ემსახურებით შავ ფორმებში ძმებო და დებო? ამიტომ გადმოდით ერის მხარეზე. ჩვენ არ მოგიწოდებთ რევოლუციისკენ. ჩვენ მოგიწოდებთ იმისკენ, რომ ვაიზულოთ ეს ხელისუფლება, მიიღონ ის კანონები, დაემორჩილონ ერს და ქართული სახელმწიფო ავაშენოთ. ჩვენ ეხლა გვაქვს არაქართული მართლობითი სისტემა, რომელიც ემსახურება სოფლიო დამპყრობელს. კარგად იცით სახელი, ეს არის ერთიანი გლობალური მართლობა. ვინ მართავს? მაგას ქვია სახელი, ყველაფერი უნდა ითქვას. ნახევრად სიმართლე არ შეიძლება. სიონიზმი ქვია მაგას. იუდა მასონები, ჩვენ ვართ ქართველები, იბერიელები. დედამიწაზე ჩვენზე ძლიერი გენი არ არსებობს, მაგრამ შეგნებულად საქართველო ბოლო ბასტიონია. რუსებმაც იციან, სლავებმა ყველა მიციან, მართლმადიდებლებმა, ბერძნებმაც იციან. ჩვენ თუ დაგვაქცევენ, წააქცევენ მსოფლიოს. ეს ბევრჯერ ჩაგვიტარეს. ამიტომ შემდეგი გამოსვლა იქნება მეკითხებიან ბათუმში, საქართველოში, ქვეყნის გარეთ. როგორ ხარ? რა შვები? სად ხარ? სად ვარ ქართულთა დიდ გაერთიანებაში ვარ? მერე თქვენ სად ხარ? სუფრასთან გაუმარჯოს საქართველოს. რომელ საქართველოს გაუმარჯოს? რომელ საქართველოს გაუმარჯოს? დაჯე მეთქი. საქართველოს სადღესულოს აზრი არ აქვს დალევა და სირცხვილია, თქვენ არ უნდა დალიოთ. სადა ვარ? ქართულთა დიდ გაერთიანებაში ვარ. მერე მოდით და შემომიერთ. მეგობრებო, მეზობლებო, თანაკლასელებო, უსხევში გადახვეწილებო, დაბრუნდით სახში, ქვეყანას გვართმევენ. დაგიმარჯვეთ ქართველებო, ჩვენ ქართველებს, არც ეს ხელისუფლება არ არსებობს. მე ახალი ტერმინი, ჩემი არ არის ეგება. ხელჯიბისუფლება. ეს არის ხელჯიბისუფლება. მოგმართავთ, საყვარელო კოცებო, საყვარელო ნაცებო, ძვირფასო ბიძინა, მოგმართავთ, გამოიღვიძეთ, არავის არაფერი არ წაუღია ამ სამყაროდან, ვერც თქვენ წაიღებთ, მუდა გვაჩუქებთ. მოტრიალდით ხალხის, მოტრიალდით ჩვენსკენ, ერთი თხოვნა, მოტრიალდით ჩვენსკენ და დაგვემორჩილეთ. ჩვენ თქვენ როგორც ადამიანები, ნაციონალები, ქართული ოცნება, 2012 წელს 12 წლის გოგონათი ბათუმში დაგვდი ბიძინა ივანიშვილო შედალოცვილო, დაგვდი და ხმა მოგეცი. რა გვიქედი? 3 თვის მერე წავიდა ჭtildeოვანად, იქიდან დაიწყო მანიპულირება. მაგისთვის მოგეცით ხმა? რო ქვეყანა საქართველო აქციო კოოპერატივ ჯორჯიად. მაგისთვის მოგეცით ხმა შედალოცვილო? როგორც ადამიანები ჩვენ თქვენ არ გძულვართ. თქვენი თავი უკაცრავად ჩვენ არ გძულს. ჩვენ გძულს და გვეზიზღება თქვენი საზიზღარი. საქსიელი გვეზიზღება ჩვენ. ჩვენ ქართველები, ქრისტიანი ადამიანები, ხალხი ვართ, ქრისტიანები ვართ. ღმერთის მოყვარული, ღმერთის სიყვარულია. ვიყვარხართ როგორც ადამიანები, მაგრამ თქვენ როგორც ჩვენ ვექცევით. მასე არ იქცევა სატანა ყველაზე უკანასკნელს. გაუმარჯოს საქართველოს. შემდეგ გამოსვლაზე, შემდეგ შეხვედრაზე, მეგობრებო, მე ხელფასხებულობ, მუშაობ, მე შინია, პოლიციელი ვარ. სუში მუშაობ, სად მუშაობ? არა ამისაგები, გამოდი აგერ დადეკი და დავიცვათ ჩვენი უფლებები. ჩვენ მათ არ ვეომებით, ჩვენ მათ უნდა ვაიძულოთ, რომ დავიწყოთ ახალი სამართლიანი საქართველოს მშენებლობა. გაუმარჯოს საქართველოს და ყველა ჩვენს წინააღმდეგ. სიონისტები საძიან და ფილიალი აქ. საძიან ბრიტანეთში, ამერიკაში, ისრაელში. მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი აქცია ახლა დასასრულისკენ მიდის. აქ ახლა მოდიან უკვე აქცია აქვს დიუშენით დაავადებული ბავშვების შობლებს. პირადად მე არ მივდივარ აქედან, დგები მათთან ერთად და სოლიდარობას უცხადებ
ბავშვების შობლებს ღმერთმა დაგლოცოთ ქართველთა დიდი გაერთიანება მუდამ იქნება თქვენს გვერდით და იქნება ყველა დაჩაგრული ქართველის გვერდით და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის გვერდით. მომწადენ ახლა ჩვენ განვერთავთ ჩვენ აპარატურას და თუ სჭირდებათ აპარატურითაც გაუმასპინძლებით. მოკლედ არ ჩერდებით შემდეგ ვიმუშავებთ როგორც შეგვიძლია ისე რომ შედეგამდე მივიდეთ. თავარია თქვენი აქტიურობა. Sanetto mohdod.